მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს გავატარებთ ესეთ ქართველ იუთუბერთან ერთ დღეს იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძესთან ერთად. მოკლედ ზურაბ კვანჭახაძე და ბატონი დავითი იშრომებენ და ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს და დავინახავთ როგორ შრომობს ერთი ქართველი იუთუბერი. დღეში გავატარებთ მასთან ერთად ერთ დღეს. კიდევ ერთხელ ყველას წარმატებული დღე და ბედნიერი სიცოცხლე და ცხოვრება მოგცეთქვით. მადლობა რომ გვიყურებთ. წავედით, მოკლედ. აი, ერთი დღე ბატონ ზურაბთან იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძესთან ერთად. დავიძარით დღეში. მოკლედ ამოვედით იარაღის განხილვა. ხო, მაგას არ. იარაღის განხილვა ბატონი ზურაბ კვანჭახაძის ერთ დღეს გავატარებთ ქართველ იუთუბერთან. როგორ შრომობს, რას აკეთებს, გადავიღებთ, განვიხილავთ, გაჩვენებთ ამ კაცის შემოქმედებას. სამუშაო პროცესია. ემზადება ზურაბ ბატონი შემდეგ ვიდეო გადაღებებისთვის. მოკლედ გადავდივართ სასწავლეთისკენ. ასეთია ერთი ქართველი იუთუბერის სამუშაო პროცესი. ბატონო დავით, უიარაღოს მაყურებელს მიესალმეთ. ასეთია მუშა პროცესი. ეს არის ვაშვი? სადაც ხია, ხო? რა გავითანს? მე რა შევერდობ. უნდა დათო გლასი თოლა, ეხლა ხარტიზები თოლა. გამარჯვებთ, მე რო ვასით გავიწერბო, არ გოხდეს. კიდევ ვიდეოში დავამზადე ქართული YouTube-ი. ამ შეუძლია გვაქვს Emil Defensive Plate. მოვდი რა ეს ხანა, აჩვენე.
როლიზოს ყურები დაიცავით. ერთი ორი გასულა არაფერი მოეწ. ძილშიშიც მე შეიძლება ყური დააზიანოს და რაღაცა. სამი თვე ვისმოვდა საკმაოდ დარტყმა. იარაღის სურათზე მორჩენით. სადმოც საიხედეთ. ხახტება. თუ ბნელა ან ეგეთი რაღაცა. თითით მოწინდი თუ დინგი. ხუიაში ის რაჭა და რამე არის შევიდა. და წავიდეთ. ისროლო სტრაპ. ანუ ეს იარაღის გასულვა, ჩემი გასულვა ერთი ხარ. ამიტომ ეს მე რო გასულო აკა ვისურვებია. ათიანში მოხდა მე რო ინტერვალები დამეჭი. სულ გამეკონტროლებინა თვითონ მაშინ მოხდებოდა სულანი ასეთი. ორი კარგად მომწევდა და ეგ არ არის ნიშანა. იარაღი კარგი. კარგია სახმარად იდეები. დარტყმა ქონდა, იმიტომ რომ პატარა თვითონ იარაღი სულუქია. ხმა ქონდა ისეთი საკმაოდ არადაბალი რა. არ ვიცი რა როგორ გესმის კომპიუტერში, მაგრამ აი ხმაცა ქონდა. ხარისხია მაგარი. საქონლად არის აი როგორ რა, საქონლად როგორ საქონლად. ესეთი იარაღი არის ძალიან. აი ეს კიდევ ის მოტაცნეთ. აი ესეთი შესახებ. 7000 ლარი გაქვს. არა, ჯერ თუ გაქვს ესეთი იარაღი გიოს. 7000 ლარი გაქვს და ესეთ ადგილებზე ყოფნა გიწევს. ძალიან ხეები და შენობები ეს. თუ არა ეს 7000 ის ცოტა გზებულა, აი აქ რა. კიდეთ ის. სანტანოს ეს როგორ ფუნქცია კომპაქტური ასეთი. და უძიო. ერთად მოხდა თუ მინდა ის. გადავიღო მაგის სულათი. მე კიდე ზოგი გადაღება. ო, მინ. ონლაინ ოღონდ ესე გადაიქცა. ეს მოვიწდება ხოლმე, დაფიქრებული და მე იქნებ მოჭრას დავიწყო. და რუსული იარაღის მოხარული ეგეთებიც არიან ჩვენ სკარში. თუმცა ეს საბჭოთა იარაღი, ეს არის რუსული იარაღი. ძალიან ბევრს ეხება საბჭოთა და რუსული. კარდინალურად განსხვავდება. ის საბჭოთა ქვეყანა რო იყო ის დაიშალა. იქ იყო 15 ვიზუალი ზუსტად იგივეა, მაგრამ კალიბრია ნაკოსთან. აი უცებ 40. რაც ძალიან ისეთი ჩემთვის ძალიან მიცნაურია. კალაშნიკოვი ასეთი არის გადაღება და მშრობა. იარაღის განხილვა. ჩვენ გაკეთებს სიმართლეა. აი პატრონი დავით. ეგრიშნა ზოიარაღი არის იდეალურად გასწორებული და
ამაზე რო ფოტოსურათი ხარ. იგი ზოლაში როგორ გავხსენები ვაზნა კაი. იმიტომ რომ რატო სტანდარტია და ჯერ მაგათ მოიგონეს და მე მაგის საფასურზე რუსულმა გააკეთეს. 4.45 აკა ესის ვაზნას ვეძახე ნახე 75 და ვაზნი. დანარჩენ შესახედავად. ანუ რეკომენდაციას უწევ, კაი რაღაცა რა. ახლა კარგად გასულებული. კარგად პოპულარია, შეიძლება არის უცხოეთში გოვის. თუმცა საიგები არის სხვადასხვანაირი. კალიბრები სხვადასხვანაირია. თვითონ იარაღი დაფარვა, როგორ აგიქცე. ამაგივად როგორ რო ახის გავიწევო და კარგად. და პისტოლეთის მოყოლი. აი ესეთი იარაღი აქვს. Kia EM R30 კელტეკია ამერიკული ფირმა და ინოვაციური იარაღი ფუჭა. ყველაფერზე გასწორდება. კელტეკის რაღაც ანუ ისეთი ხალხი აქვს, კლასიკური იარაღები ეცემა. ეხლა ნახე. შიდი რამფერა. და 30 თვე იდე მაშინ. ой, საიდან აი კიდევ ვერც ვაკეთე. მაგრამ აი ესეთი რა მოდი კაი. ვილაპარაკოთ თუნია. განხილვის ზოგი მწესო რატომ მიუჭირო ოპერატორს. ხო, ვარნოლს ისან რა ჩილი და უნდა მოყოს. მე პროფესორი ეს არ გაიგე. ყველა ვარიანტი. გადახსენით ნახე ჩიგრადეს გამოცეთ. მოდი ვილაპარაკოთ ჯერ არ ვარ. პისტოლეტი 30 თვე რატომ მიდის? მოდი ეგრე ვილაპარაკოთ. მაგრამ ჯანდაბას აი მაგის ხარჯი ეს არის გადიდებული. ეს რო იყოს ხელი და ცოტა პატარა, ხო? ხა 15 ვაზრა მიდის, ხო? აი 7. აი იქნება რომ ჩემთვის, მაგრამ მე პატრონის კაი დიდი ხელი აქვს, ასე რომ იმისთვის ეს არის როგორც წილი რაღაცა, ჩემთვის ეს არის. თუმცა ისეთი მსუბუქია რომ აი ეს სიდიდეს. ანუ itu nanti. Realmente, ada sisi desse waktu anu ini lagi ya. Ini berobat. Ini agak cair. Ada rasa. Kuya. Itu dalam. Ani drive lagi itu. ასე მიმდინარეობს გადაღება. ეს მისოლია პატარა ვაზნებში თუ არ აქვს პრობლემა, ვეენერზე მინახეს ეს პრობლემები. აი ესეცე. აი ესეთი რაღაც ეს ნახე ძალიან ჩართული. მოკლედ ამას აღარ ვიცი, ამის ნახება მაქვს. დადებული შეგვეთა ასე შეიძლება 17 22 ამის კალიბრი ამით გამოგებდობით აგრძელებოდ შემეგე
რა პარკიო, იპარკიო. მოკლედ დასრულდა ერთი განხილვა სამხედრო საველე საჭმელის კაია ხურს. ეს კიდე მაკარონი არის იმითი რა ქვია. ეკონი. ესე იგი მშრალი კვება გადაიღო მე მაგ კაცო დანა აზამი ახლა გასინჯერა ღორი ვა. ორაჯი. არა დანა რომ მოდიხარ ტყეში ანუ. მომპარამებში ვიღაცა მაგრამ რა გითხარ. ანუ კაი ხო მოგპარა როდესაც მაგრამ. ვერ მოგიწევ. არა ხართ მართალი ბატონო ერთი დანა მეგობარს უნდა აჩუქო ხო ვაფშე და ვითომ მოიგო მეგობარს უპარავენ? ვითომ მე მოიგო რატო ვერ ამპარავენ დანას? არც მე მპარავენ მაგრამ ნუ ახლა მე და შენ ყურადღებიანი მე და შენ ნამუშევარი გვაქვს დაცვაზე და უსაფრთხოებაზე და ჯარში ვიყავით ერთი. მოდი დავადოთ მაშინ და დავიდეთ ხო თორე ეს ჩაიწება რა ბატონებო ესე იგი რაც ვთქვი ერთი დღე ქართველი იუთუბერთან ერთად აი გასასწორ. აი ბატონ დავითთან დასტუმრად ვინც მოდის ყველა ბატონ ზურასთან მოიჭამა. ვახშამი გვექნება კარგი ქართული ღვინით, კარგი სადღეგრძელოებით და დიდი ძმობით და ჩახუტებით და იარაღის განხილვა ეფერება ჩვენ არხს, ეფერება ჩვენ მაყურებელს და თქვენ იცით. კარგად იყავთ. კარგად ვთანდებოდეთ.